დღეს ვიფიქრებთ UFC-ს ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე, რომელთა შესახებ ბევრი არაფერი იცის. თქვენ გაიგებთ ინსაიდ ინფორმაციას მერაბ დვალიშვილის, პიტერ იანისა და ილია ტაპურიას ბრძოლების შესახებ. ასევე დანა უაიტის განცხადებებს და კამზად ჩიმაევის რეაქციებს. ეს ინფორმაცია უსაყვედუროდ ჯვირფასია. გაიგებთ იმას, რასაც ფართო საზოგადოება ჯერ ვერ ხედავს. ახლა გადავიდეთ უშუალოდ მთავარ ამბებზე. ილია ტაპურია კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა თავისი კომენტარით, რომელიც ეხებოდა დაგესტანის სახელგანთქმულ ჭიდაობას. ლეგენდარულმა lightweight UFC ჩემპიონმა განაცხადა, ეს ხდება მაშინ, როცა დაგესტანის ჭიდაობა ხვდება რუსეთის ჭიდაობას, როდესაც უყურებდა ომარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებას. ეს სიტყვები დაუყოვნებლად გამოიწვია რეაქცია დაგესტანის საზოგადოების მხრიდან, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი ჭიდაობის ტრადიციებით. ტაპურია, რომელსაც აქვს ესპანური და ქართული სისხლი, ყოველთვის ცნობილია თავისი პირდაპირი და ზოგჯერ პროვოკაციული განცხადებებით. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული ჭიდაობის უნიკალურობას და თავის ტექნიკას, რომელიც მისი თქმით შესაძლოა გაიმარჯვოს დაგესტანის მრავალწლიან დომინაციაზე MMA-ში. სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც მერაბ დვალიშვილმა საბოლოოდ შეხვედრა პიტერ იანთან UFC 323-ში. ბევრი ქართველი გულშემატკივარი ნავარაუდე გამარჯვების იმედით ელოდა, რომ მერაბი დაამტკიცებდა ტაპურიას სიტყვების სიმართლეს, თუმცა 5 რაუნდიანმა ბრძოლამ მოულოდნელად დასრულდა. იანმა ულმობელი დომინირება გამოავლინა და მეტნაკლებად ძლიერი შეტევით დაამარცხა მერაბი. მიუხედავად ამისა, ტაპურიამ აჩვენა თავისი ნამდვილი სამაგალითო მხარე. მან არ გამოიყენა მომენტი, რათა საჯაროდ დაემცირებინა მერაბი, ან კიდევ უფრო ემპათიურ კონფლიქტში ჩაერია. პირიქით, მან მისცა გულწრფელი თფილი, მაგრამ მკაცრი მხარდაჭერა. ძმაო, ცხოვრება სავსეა სულებითა და დაცამებით, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო ხარ. შენ ისევ დაბრუნდები უფრო ძლიერი. ტაპურიას ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ მისი ლოიალობა ქართველ მებრძოლებთან არასდროს დაკარგულა. ბრძოლა დასრულდა უნანიმუს გადაწყვეტილებით. იანმა მიიღო 49-47, 49-47, 49-47. რუსმა მებრძოლმა დააბრუნა UFC bantamweight ქამარი, გამოავლინა თავისი სიძლიერე და პროფესიონალიზმი. მერაბ დვალიშვილისთვის ეს დამარცხება 14 წრიანი სერიის დასრულება იყო. მიუხედავად ამისა, ის კვლავ პატივისცემას იმსახურებს თავისი შეუპოვრობისა და შეტევების უსწრაფესად წარმართვის უნარის გამო. ტაპურიას ძელი კომენტარი დაგესტანის ჭიდაობაზე კვლავ გამოიწვია ცხელი დისკუსია. დაგესტანის მხარდამჭერები არღვევდნენ, რომ ტაპურიას სიტყვები არ იყო მართებული, რადგან მერაბი მაინც დამარცხდა. ქართველთა მხარდამჭერები კი პასუხობდნენ, რომ წაგება არ იყო ჭიდაობის დონეზე, არამედ სტრატეგიული ფაქტორების გამო. ეს დაპირისპირება აჩვენებს, რამდენად ძლიერი ეროვნული თვითშეფასებაა MMA-ის თანამედროვე სამყაროში. თუმცა, ტაპურია კვლავ გამოირჩევა როგორც თავდაჯერებული, ხმამაღალი და ცალკეული ემოციების გაბედული მებრძოლი. მისი დაპირისპირება დაგესტანის გენგთან შესაძლოა კიდევ უფრო ხმამაღალი გახდეს, რაც ანიჭებს MMA-ის ისტორიულ დრამას დამატებით ფერს. მერაბ დვალიშვილი არ იყო უბრალოდ ფავორიტი. ის იყო ნამდვილი მატარებელი, რომელიც ყველას გზაზე აჭრიდა. 14 გამარჯვება ზედიზედ, მსგავსი წარმატება ლეგიტი წონაში დიდხანს არავის ენახა. პირველ ბრძოლაში მერაბმა პიოტრ იანზე გააკეთა ყველაფერი, რაც მოისურვა: დომინირება, კონტროლი, დაჩაგვა. მთელი მშობლიო ელოდა, რომ მეორე შეხვედრა მსგავსი სცენარზე წარიმართებოდა, მაგრამ იანმა აკრძალა ყველა მოლოდინი. ეს არ იყო ის მებრძოლი, რომელიც წაგებული დაბრუნდა. ის გამოვიდა პიკზე, სრული ძალით და თავდაჯერებით. წამიდან ნათელი იყო, რომ მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო. მერაბის მთავარი იარაღი ყოველთვის იყო მისი ულევი პრესინგი და ფეხზე შეტევა. ის მანქანას გავდა, დააწვავდა, გადაგლეჯდა, არ გაჩერდებოდა. მაგრამ იმ ღამეს მისი მანქანა დამარცხდა პიოტრ იანის შეუდრეკელი ნების და უზუსტესი ტექნიკის წინაშე. 29 მცდელობა მერაბის მხრიდან იანმა 27 წარმატებით მოიგერია. მან უბრალოდ იცავდა თავს, შვიდად, ტექნიკურად, პანიკის გარეშე. ყოველი მცდელობა ვერ გაათავისუფლა მერაბს, ხოლო იანმა პასუხად გამოყო მძიმე კრუიკები და ლოუ-კიკები. ზიანზე აყენებდა სახელგანთქმულ კარდიო მანქანას. მესამე რაუნდზე სიტუაცია ნათელი გახდა, სცენარი თავდაყირა დადგა. იანმა დააწესა წესები. იანმა გადასცა მერაბი ნოყიერად. 5 რაუნდი აბსოლუტური კონტროლის. მსაჯებმა ერთსულოვნად დაუთმეს გამარჯვება იანს. 49-46, 49-46, 48-47. ექსპერტები და ფანები კი ფიქრობენ, რომ ანგარიში შესაძლოა კიდევ უფრო დამანგრეველი ყოფილიყო. იანმა არა მხოლოდ მოიგო, არამედ მაესტრობა საჩვენა. ნიჭი, რომელიც სწორად მომზადებული იყო და რკინის ხასიათით იყო გამაგრებული, ნებისმიერ სერიის შეჩერება შეუძლია. მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტი, რევანშის დროა. MMA-ის მსოფლიო უკვე სამეულის ისტორიის დამონტაჟებას აპირებდა. ანგარიში 1-1. თუმცა იანმა ყველას ცივი გონება აჩვენა. მისი შემდეგი ინტერვიუ მკაპიო იყო. მერაბს ახლა უნდა დაისვენოს, ჯაკუზიში ბიჭებთან ერთად და იქ ვნახავთ.
განაცხადა პიოტრიანმა. ეს სიტყვები ვისკუპის მოწინააღმდეგეებმა ორბანაკად გაყოფა გამოიწვია. ერთი მხარე ითხოვს ტრილოგიას, მეორე მხარე იცავს იანს. სპორტი სერიალი არაა, აქ სცენარი არ არსებობს. როდესაც პიოტრიანმა მერაბ დვალიშვილის დამარცხება დაამტკიცა, სცენაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ილია ტაპურია, ლეგკი წონის ჩემპიონი და მერაბის მეგობარი. მისმა პასუხმა პირდაპირ ეთერში ინსტაგრამზე გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. ილიამ მკაცრად მიამართა იანს. მერაბი ძმაო, ცხოვრებაში არის ასვლები და დაცემები, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო ხარ. იანმა მერაბი დამარცხა, მაგრამ შენ ისევ ძლიერი დაბრუნდები. სიტყვებს მნიშვნელობა აქვს. პატივი უნდა სცემდეს, სხვანაირად პრობლემა გვექნება, განაცხადა ტაპურიამ. ეს არ იყო მხოლოდ მეგობრის დაცვა, ეს იყო საჯარო გამოწვევა, რომელიც თავრებად შესაძლოა მომავალი მეტაბრძოლაში გადაიქცეს. ადრე იანსა და ტაპურიას შორის დაწაბულობა არსებობდა. სტილები, ამბიციები და პოზიციები მუდმივად ქმნიდნენ სუსტ წერტილებს. ზოგი ფანატიკი უკვე ოცნებობდა მათი ბრძოვის პერსპექტივაზე, როდესაც ილია ნახევრად ლეგკი წონის ჩემპიონი იყო. ახლა ეს დაძაბულობა ახალ სიმცაფრეს ატარებდა, რაც მომავალისთვის დიდი შესაძლებლობების ნიშანია UFC-ს ორგანიზებისთვის. ახლა გადავიდეთ ახალ ამბებზე UFC-ში, რომლებიც გაოცების გარეშე ვერ დატოვებს გულშემატკივარს. კამზატ ჩიმაევი, უდანაკარგო მებრძოლის საშუალო წონაში, ყურადღებას კვლავ იპყრობს თავისი რეაქციით პიოტრიანისა და მერაბ დვალიშვილის UFC 323-ის ბრძოლაზე. ჩიმაევი, რომელიც ამჟამად მძაფრი თვალსაჩინოებით ფლობს ქამარს, ყურადღებით აკვირდება ბანტამვეითის ტიტულისთვის მიმდინარე დაპირისპირებას. პირველივე შესაძლებლობაზე ჩიმაევმა დაუყოვნებლად მიულოცა ლიანს შესანიშნავი შესრულებისთვის. Congratulations, wonderful fight, Peter. დაწერა ჩიმაევმა ოფიციალურ X ანგარიშზე. ეს მოკლე ფრაზა სწრაფად გამოიცვლია ფანების რეაქცია, რადგან ჩემპიონისა და ჩეჩნეთისა და დაგესტანის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა ხშირად დაძაბულია, თუმცა MMA სამყაროში პატივისცემას არასდროს აკლებენ. ბრძოლა, რომელიც მოხდა 11 მარტს UFC Fight Night 221-ში, მათ შორის პირველი შეხვედრა იყო, სადაც მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მოახერხა სრული დომინირება 5 რაუნდში და გამარჯვება მოუპოვა უმაღლესი გადაწყვეტილებით. ეს წაგება პიოტრიანის კარიერაში უკვე მესამედ მიადგა და საზოგადოებაში ბევრი დააყენა კითხვა. შეძლებს თუ არა ყოფილი ჩემპიონი აღდგენას. მაგრამ UFC 323-ში იანმა აჩვენა თავისი საუკეთესო ვერსია. იგი დაუნდობელი სიზუსტით უტევდა მერაბს. მისი სხეული დაზიანდა, ხოლო პერფორმანსი გამოიწვია ჩიმაევის აღფრთოვანება. განსაკუთრებულია ისიც, რომ ჩიმაევმა მხოლოდ იანს არ მისცა კომპლიმენტი, არამედ მერაბ დვალიშვილსაც მიაწოდა გულწრფელი და მკაცრი, მაგრამ თბილი მესიჯი. I wish you a speedy recovery and a stronger return, მერაბ. ეს განცხადება გამოირჩევა, რადგან ჩიმაევი ცნობილია როგორც მებრძოლი, რომელიც იშვიათად აძლევს ემპათიას კონკურენტებისთვის. მას აშკარად ესმის, რამდენად მძიმე იყო მერაბისთვის წნეხი. MMA სამყაროში ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ ქამრისათვის არაა, არამედ თვითმეფობისა და ღირსების გამოცდაა. წაგება პირველად შეხვედრასთან შედარებით უფრო მძიმედ მოექცა, მაგრამ ჩიმაევი აღიარებს მერაბის დაუძლებელ ხასიათს და იმედოვნებს, რომ ის კვლავ დაბრუნდება ძლიერი. თუმცა იანისა და მერაბის ბრძოლამ UFC 323-ში გამოიწვია ცხელი დისკუსიები MMA საზოგადოებაში. ბევრი ინტერესდებოდა, როგორ მოახერხა მერაბმა, რომელიც პირველ ბრძოლაში ძლიერად დომინირებდა, მეორეში მოულოდნელად გახდეს უძლური. რამდენად შეცვალა სტრატეგია, ან რამდენად სრულად განვითარდა იანმა თავისი ტექნიკა. ამ კითხვის პასუხები გულშემატკივრებისთვის კვლავ ღიაა. ჩიმაევის კომენტარით საზოგადოება კიდევ უფრო დაინტერესდა, აჩვენებს თუ არა იგი მხოლოდ სპორტულ სოლიდარობას, ან იქნებ ეს სიგნალია, რომ BMF-ი მზად არის სუპერბრძოლებისთვის ბანტამვეითში, საჭიროების შემთხვევაში წონის ცვლილებისაც. მისი სიტყვები ახალი თავგადასავალების წინაპირობაა, რომელიც შესაძლოა მალე რეალობად იქცეს. ახლა გადავიდეთ ახალ ამბებზე UFC-ში, სადაც ყურადღების ცენტრში დანა ვაიტის განცხადებები აღმოჩნდა. დანა ვაიტმა საჯაროდ გააკრიტიკა არმან სარუკიანი UFC 323-ის პრესკონფერენციაზე და ეს განცხადება მსურველებს აძლევს ახალ კუთხით დახედვის შესაძლებლობას. ბევრი ფანი იფიქრებდა, რომ ილია ტაპურია გაურბოდა არმან სარუკიანს, მაგრამ დანა ვაიტმა ყველაფერი დააზუსტა. ეს არაა ილიას ბრალი. UFC ახლა არ ეძებს არმან სარუკიანს. მას ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. ამ სიტყვის მნიშვნელობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთმა ჟურნალისტმა ითქვას. ეს არის საჯარო გზავნილი არმან სარუკიანისთვის, რომელიც კარგად აცნობიერებს, რომ UFC-ის სისტემა მკაცრი და დასჯით ახსავსია. არმანმა უკვე გამოიწვია ორგანიზაციის გაღიზიანება რამდენიმე წინა ბრძოლით. ზოგიერთი ბრძოლა მან ბოლო მომენტში გააუქმა, ზოგი წონა ვერ მოაწონა და ეს ყველაფერი აჩენს დარწმუნებულ წესრიგს, რომ UFC-სთან ურთიერთობა სერიოზულად უნდა აღირქვას. ულიდერის სიტყვები, რომ არმანს მოუწევს კიდევ ბრძოლების ჩატარება, რათა კვლავ მიაღწიოს ტიტულის შანსს, აღნიშნავს UFC-ის მკაცრ პოლიტიკას.
ილია ტაპურია ამ მოვლენებში არა ამ ხარეზე დაპირისპირებული. ის სწორად იცის სიტუაცია. ტაპურია არ ეჩხუბება UFC-ს, არამედ ყურადღებით გეგმავს თავის მომავალ ბრძოლებს, რათა მომავალში მიაღწიოს მიზანს. ბრძოლა ისლამ მაკაჩესთან ტიტულისთვის. ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ტაპურია და სარუკიანი შესაძლოა ერთმანეთს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შეხვდნენ. თუმცა დანა ვაიტის განხადებები აჩენს გაურკვევლობის ელემენტს. ეს ბრძოლა შეიძლება არ მოხდეს მოკლევადიან პერსპექტივაში. მანამდე ტაპურია შესაძლოა შეეჯახოს პადი პიმბლს ან გეიჩის, რათა დაამტკიცოს თავისი სიძლიერე და დაიმსახუროს ტიტულის შანსი. ეს პროცესები აჩვენებს, რომ UFC არა მხოლოდ სპორტული, არამედ სტრატეგია, გათვლები და შესაბამისი დისციპლინაა. ნებისმიერი მებრძოლი, რომელიც აყალიბებს საბუთარ კარიერას, უნდა იყოს მზად წინააღმდეგობებისთვის და ვალდებული იყოს ორგანიზაციის მოთხოვნების შესრულებისთვის. არმან სარუკიანმა იცის ეს და ახლა თითოეული ბრძოლა მისთვის გამოცდაა. UFC-ს მკაცრი პოზიცია და დანა ვაიტის საჯარო განცხადებები ასევე აძლიერებს საზოგადოების ინტერესს, რატომ ავარყოფს UFC კონკრეტულ მებრძოლებს ტიტულის შანსს და როგორ მოქმედებს ეს სტრატეგიები მომავალ შეხვედრებისთვის. გულხემატკივრები ხედავენ, რომ UFC პრიორიტეტებს აყენებს არა მხოლოდ ვარსკვლავურობას, არამედ დამსახურებასა და რეგულარულობას. გავაგზავნოთ ამბები UFC-ში არმან სარუკიანისა და ილია ტაპურიას კონტექსტში. დანა ვაიტის განცხადება აჩენს მნიშვნელოვან ნიუანსების საჭიროებას. არმან სარუკიანი ახლა იმყოფება რთულ მდგომარეობაში, რადგან UFC მისთვის მკაფიო გზას ადგენს. ტიტულის შანსის დაბრუნება მხოლოდ მძიმე შროვისა და სპორტული ვალდებულებების შესრულებით არის შესაძლებელი. გულშემატკივრებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, რატომ არ არის ის უპირატესი? მიზეზები მრავალია. ბოლო წლების რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არმან ბრძოლა გააუქმა, ან წონა ვერ მოაწონა, შეექმნა პრობლემები UFC-სთვის. ეს ყველაფერი გამოიწვია ის, რომ დანა ვაიტმა საჯაროდ დააზუსტა შანსი უნდა დაიმსახუროს და არა გამოიწვიოს ორგანიზაციის გაღიზიანება. ილიას პერსპექტივა ბევრად სტაბილურია. ის მომზადებულია სამომავლო ბრძოლებისთვის. იყენებს ყოველ შესაძლებლობას კარიერის წინსვლისთვის და აღიარებს UFC-ს წესებს. ამ მიდგომით ტაპურია აჩვენებს, რომ სპორტში არა მხოლოდ ნიჭი, არამედ სტრატეგია, სოვლენია და ორგანიზაციული სიფრთხილეც არის მნიშვნელოვანი. ამ სიტუაციაში მსმენელი აღიქვამს, რომ მომავალში ტაპურია შესაძლოა კვლავ შეხვდეს არმანს, მაგრამ მანამდე, სანამ UFC არ დარწმუნდება, რომ არმან მზადაა სრულფასოვნად შესანიშნავად მოიპოვოს ტიტულის შანსი. ეს აჩენს გაურკვევლობის ელემენტს, რომელიც აიძულებს გულშემატკივარს დაინტერესდეს მომავალ მოვლენებზე და აძლევს მას სიმძაფრის ელემენტს, რადგან გამარჯვების შანსები კვლავ არ არის ფიქსირებული. UFC-ს მკაცრი პოლიტიკა და დანა ვაიტის საჯარო შეფასებები ასევე აძლიერებს მსმენელის ცოდნას იმისით ასახებ, რომ კარიერაში პროგრესი მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ დისციპლინას, სტრატეგიას და ორგანიზაციული მოთხოვნების შესრულებას. არმან სარუკიანი ახლა ეს ისრულად, რომ მის მომავალ ბრძოლებში თითოეული ნაბიჯი განსაზღვრავს მის კარიერას. გულშემატკივრები და ექსპერტები ასევე ხედავენ, რომ UFC-ს მიერ არმან სარუკიანის ქმედებების შედეგები არის მკაფიო მაგალითი იმისათვის, რომ ნებისმიერი მებრძოლი, რომელიც უღურბელყოფს წესებს, ან აყალიბებს კონფლიქტს ორგანიზაციასთან, ავტომატურად აყენებს თავისი ჩამოებისთვის. შედეგად მხოლოდ ეს სასტაბილური სტრატეგიული და რეგულარულად მომზადებული მებრძოლები შეძლებენ ტიტულის შანსის გამოყენებას. ამ ყველაფრით დგენება ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა. ილია ტაპურია სტაბილურია, კონცენტრირებულია და ორგანიზაციული წესების შესაბამისად მოძრაობს. ხოლო არმან სარუკიანი ახლა აუცილებლად უნდა დაამტკიცოს თავისი ღირსება და ბრძოლაში საკუთარი შესაძლებლობები, რათა კვლავ მიაღწიოს ტიტულის შანსს. გულშემატკივრები უნდა იყვნენ მზად ხანგრძლივი დრამატული პროცესისთვის, რომელიც UFC შემოგთავაზებს მომავალ ბრძოლების ფარგლებში.